დაიწყო უცხოენის სწავლა, თუ ამ სამიდან ერთი მაინც გეხება. არ ხარ მზად გრძელვადიანი პროცესისთვის. ენა არის სწავლება ერთ და ორ დღეში. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა გაგრძელდეს კარგახნის განმავლობაში და როდესაც იწყებ, ეს განწყობა უნდა გქონდეს, რომ მზად ხარ ენას როგორც პროექტს მოექცე და ამას გარკვეულ დრო დასჭირდება შენი ცხოვრებიდან. მეორე, არ გაქვს თანმიმდევრულობა, ანუ არ ხარ მუდმივი. თუ არ ისწავლი ყოველ დღე, თუნდაც 10 წუთის განმავლობაში, შედეგი უბრალოდ არ მოვა. თუ ყოველდღიურად არ გექნება ამისი დრო, კვირაში რამდენიმე დღე აუცილებლად უნდა გამოყო, რომ მიხვიდე რამდენჯერმე და შეხება გქონდეს ენასთან. და მესამე, შეცდომების გეშინია. ერთი რამე უნდა დაიმახსოვრო, უცხო ენას არასოდეს არ ვისწავლეთ შეცდომების გარეშე. შეხედეთ ბავშვებს და ნახეთ როგორ სწავლობენ ენას. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხან ბგერებში ერკვევიან, გრამატიკულ შეცდომებსაც უშვებენ, მაგრამ ბოლოს გადასარევად ლაპარაკობენ. ხო, ყველა მასე ვისწავლეთ ოდესღაც. ამიტომაც შეცდომები აქციეთ იარაღად და არა შიშის წყაროდ. მოკლედ, თუ ამ სამიდან ერთი მაინც გეხება, ჯერ შეცვალე მიდგომა და მერე დაიწყე სწავლა. მანამდე კი ჩემი არხი გამოიწერე და უსმინე ხოლმე ჩემს ვიდეოებს, იმიტომ რომ ვიდეოების ყურებაც პროცესია ენის სწავლის გზაზე.